იმედის მომცემი არის ის, რაც იწყება შემდეგ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ხალხისთვის პირველ რიგში. მოგესალმებით ვიკა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ვიცით ის ამ ეტაპზე, რომ კანონპროექტი გატანილი იქნება სრულ პალატაში კენჭისაყრელად და მოლოდინი იმისა, რომ ის ნამდვილად გავა იქ, ნამდვილად არსებობს. ამავე ფონზე ვხედავთ იმას, რომ პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დრამატულად არის შეცვლილი იმ წინა განცხადებებიდან თუ მოვლენებიდან, რასაც ეს ბოლო 3 თვის განმავლობაში ვხედავდით დაახლოებით და ზოგადად ფონი ასეთია ახლა, რომ უფრო მეტად რუსეთის მიმართ უფრო მეტად გამოიკვეთება ეს წინააღმდეგობა, ვიდრე ვთქვათ აქამდე იყო. მოლოდინი არსებობს იმისა, რომ წინააღმდეგობის გარეშე გავა მეგობარი აქტი და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს მეგობარი აქტი სენატის მხარესაც, როგორც იცით, იქაც არის პროექტი განხილული. ჩემი ინფორმაციით ამ ეტაპზე კანონპროექტს მოწინააღმდეგე არ ყავს და შესაბამისად შესაძლოა დამოუკიდებლადაც გავიდეს კენჭისყრაზე, ეს არ ვიცით ზუსტად ეს თანამდებობით. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ის, რომ იმის ნაცვლად, რომ ის ჩაჯდეს რაღაცა ისეთ დიდ კანონპროექტში, როგორიც არის მაგალითად ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, ამის ნაცვლად შესაძლოა, რომ ის უბრალოდ ცალკე გავიდეს გამომდინარე იქიდან, რომ წინააღმდეგობა არ აქვს. ასე რომ ეს მომენტუმი ნამდვილად გვაქვს და ეს პროცესი მიმდინარეობს, ეს ყველაზე დარწმუნებით ამაზე შეგვიძლია ახლა საუბარი, რომ კანონპროექტი არ გამქრალა არსად, პროცესი არ გაჩერებულა და ის რასაც ვხედავთ ეს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სწორედ ის არის, რომ პროცესი წინ მიდის. კი ბატონო, მე ასევე ლინსი გრემის ინიციატივაზე მინდა გკითხოთ, რაზეც არის უკვე ბოლო რამოდენიმე საათია საუბარი, ტრამპის უახლოესი მოკავშირე, შეიძლება ასეც ითქვას, რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯით ცდილობენ თუ არა ვთქვათ უკრაინის მხარდამჭერი გზავნილების გაძლიერებას, როგორ ფიქრობთ და მეორეს მხრივ პასუხობენ თუ არა, ასე ვთქვათ, იმ კრიტიკას, იმაზე, რომ თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს, ასე ვთქვათ, რუსეთის მიმართ ბილი პოლიტიკის გატარებას. როგორია თქვენი შეფასება? კონგრესში განსაკუთრებით სენატში ეს არასოდეს იყო კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ როგორ ფიქრობდა და როგორ პოზიციონირებდა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში შეერთებული შტატების სენატი. ეს ძალიან კარგად ჩანს, არა მხოლოდ ომის დაწყებიდან გამოჩენილი მხარდაჭერით, არამედ მას შემდეგაც კი, რაც პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობა ერთგვარად დაიძაბა თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ. მაშინაც გამოჩნდა ეს მხარდაჭერა და ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ დაახლოებით 75 სენატორი, 100-დან 75 სენატორი არის მხარდამჭერი იმ კანონპროექტისა, რომელიც ლინსი გრემმა შეიტანა ინიციატივად, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების ყველა წყაროს მოსპობს, უმეტეს და უმსხვილეს წყაროებს მოსპობს, რაშიც შედის რუსეთის ეს გემები, რომლებითაც უკანონოდ ხდება ნავთობის გადაზიდვა, რომელსაც რუსეთი ყიდის ინდოეთში, ჩინეთში და სხვა მსგავს ქვეყნებში. ამ კანონპროექტით იმ ქვეყნებს, რომლებიც იყიდიან რუსეთის ამ ენერგოპროდუქტებს, დაუწესდება შეერთებული შტატების 500%-იანი ტარიფი, რაც წარმოუდგენლად მაღალია და ყველანაირად აბათილებს იმას, რომ რუსეთისგან ეს დაბალფასიანი, ფასდაკლებიანი ნავთობი იყიდონ ამ ქვეყნებმა. ასე რომ ეს ძალიან ძლიერი გზავნილია, რა თქმა უნდა, პრეზიდენტი ტრამპისთვის და თავდაპირველად რაოდენობა სენატორების იყო შედარებით დაბალი, ეს შემდეგ გახდა 42 და აი ახლა უკვე დღეს უკვე 75 იყო ბოლო მონაცემი, რაც ვნახე ამ ჩართვამდე. ასე რომ ის რომ სენატი ნამდვილად უკრაინის მხარდაჭერას უჭერს თუ აგრძელებს, ეს ცხადზე ცხადია და ამასთან დაკავშირებით კითხვა არასოდეს გაჟღერებულა. ის რომ პრეზიდენტი ტრამპი ახლა უკვე თვითონ საკუთარი სიტყვებით ამბობს, თვითონ ამბობს იმას, რომ ფიქრობს, რომ რაღაცნაირად პუტინს დრო გახყავს და ეთამაშება ტრამპს პასუხების გაცემის გარეშე, ეს ძალიან გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ამ ერთ-ერთი ბოლო განცხადებიდან, რომ მას შემდეგ რაც მან მოუწოდა პუტინს შეჩერებულიყო, ის გახსოვთ ალბათ.
კიევის დაბომბვის შემდეგ მან პუტინს უთხრა, რომ გაჩერებულიყო, პუტინი რა თქმა უნდა აგრძელებს და არანაირად არ მიანიშნებს იმაზე, რომ ის მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის და ამის შემდეგ უკვე მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ესე რა საჯარო თუ დიპლომატიურად ყველა რესურსი, ან ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის რა რესურსიც ჰქონდა ამოწურა იმისთვის, რომ პუტინისგან რაღაცა დათმობებზე წამოსვლა მიეღო და ახლა ერთგვარად ხედავთ იმას, რომ კულმინაციამდე მიდის თითქოს ეს ცალკე უკრაინასთან შეთანხმებაზე ხელის მოწერა შეერთებული შტატების, ვთქვათ ეს რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე ევროპელებთან საკმაოდ ახლოს თანამშრომლობა ახლა უკვე უკრაინის საკითხებთან და რა თქმა უნდა სენატისგან ეს ერთგვარი ზეწოლა, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლა, ან მხარდაჭერის, ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატვა, მიგვიყვანს ალბათ რაღაცა ეტაპზე იქამდე, რომ შეერთებულმა შტატებმა არა მხოლოდ გააძლიერო სანქციები რუსეთზე, არამედ უკრაინის თვის შეიარაღების მიწოდებაც გააძლიეროს და სხვათა შორის ამით დავამთავრებ. ვრცლად გამომივიდა ცოტა ეს პასუხი, მაგრამ ძალიან ბევრი უკრაინის მხარდამჭერი, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერიც ამბობს იმას, რომ იმისთვის, რომ რუსეთმა გაიგოს, რომ შეერთებული შტატები ერთგულია იმ განცხადებისა, რომ უკრაინაში ომი დამთავრდეს, უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველაფერი რისი მიწოდება შეუძლია, იმიტომ რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ ძალით არის შესაძლებელი და ეს ძალით შეჩერება პრეზიდენტ ტრამპის მოგეხსენებათ მთელი იდეოლოგია მისი მმართველობის, რომ შეერთებული შტატების სამყაროში დაამყაროს თუ მსოფლიოში დაამყაროს მშვიდობა ძალის თუ სიძლიერის გამოყენებით და სწორედ ეს იქნებაო იმ სტრატეგიის გაგრძელება, რაც პრეზიდენტ ტრამპს აქვს არჩეული. ასე რომ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ აი როგორც ხედავთ საათობრივად იცვლება მოვლენები, აქამდე რა ინფორმაციაც გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ყველაფერი ისე ლაგდება, რომ რუსეთზე სავარაუდოდ ზეწოლა გაიზრდა. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში შეიძლება ითქვას თუ არა, რომ უკრაინის დახმარება გაგრძელდება, უпростоრად გაგრძელდება, თუმცა თუ ამას ექნება, ესე ვთქვათ, ურთიერთსასარგებლო თუ კი იქნება ეს ელექტორალური თვალსაზრისით ტრამპისთვის, იმიტომ რომ მას აქვს სათქმელი ამერიკელი ამომრჩევლისთვის, რომ ასე ვთქვათ, მისი ხედვა მკვეთრად ეფუძნება რაღაცა ეკონომიკური დაბრუნების პრინციპს, ის რაც გაიღო წინა ადმინისტრაცია. ეს არის თავარი ხაზი ტრამპის ახალი ადმინისტრაციის აი ამ შეთანხმების ფონზე. საბოლოო ამ პოლიტიკის გაგებისთვის და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამაზე ვიკა წარსულშიც, რომ იმისთვის რომ გავიგოთ ის რა ხდება თუ როგორ მოქმედებს პრეზიდენტი ტრამპი, ეს რაღაცა ისტორიული თუ წარსულის გამოცდილებები უნდა გვახსოვდეს, ესე ცალკე აღებულს უკრაინას ვერ განვიხილავთ მხოლოდ. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს უსამართლოდ ექცეოდა მთელი მსოფლიო ამ სხვადასხვა სავაჭრო შეთანხმებების თუ უსაფრთხოების ქოლგის მიწოდებით თუ ასე შემდეგ. და ის ამბობს, რომ ამერიკის ვალი არის წარმოუდგენლად დიდი ოდენობის, ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტი არის წარმოუდგენლად დიდი ოდენობის და მას უნდა რომ ამერიკა ფისკალურად უფრო მოქნილი და უფრო გამძლე ქვეყანა იყოს. ორივე მხარემ რაღაც უნდა მიიღოს. აკეთებს გამომდინარე კი ბატონო. რადგან ცოტა დრო გვაქვს, მე მინდა აუცილებლად აი ამ ბოლო სკანდალზეც ვისარგებლო შემთხვევით და გკითხოთ გულისხმობ უოლცთან დაკავშირებით სიგნალ ჩატის სკანდალს გულისხმობ, რომელსაც მოყვა უკვე გადადგომა და ცხადია საინტერესოა თუ საუბრობს მედია უკვე სავარაუდო, არ ვიცი, გვარსახელებზე, ვინც შეიძლება ეს პოზიცია დაიკავოს. კი, ეს ფიქრობ მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ გუშინ იყო მინისტრთა კაბინეტის შეხვედრა, რომელსაც მედია ესწრებოდა და ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, სადაც მაიკ უოლცმა პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობა შეაქვა ამ ბოლო 100 დღის განმავლობაში. მას მაშინ არ ეტყობოდა, რომ ის შესაძლოა დღეს თანამდებობაზე აღარ ყოფილიყო. თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა საკმაოდ გამოკვეთილად მის წინააღმდეგ არაფერი არ უთქვამს, მან პირიქით თქვა, რომ აფასებს მაიკ უოლცს და ის
ახლა ნომინირებულია როგორც შეერთებული შტატების გაეროში ელჩის თანამდებობაზე. ეს სენატში უნდა გაიაროს ამ პროცესმა და მაიკ უოლცი უნდა დაამტკიცონ ამ თანამდებობაზე სენატში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპის მხრიდან ის არის ნომინანტი ამ თანამდებობაზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობა ამერიკის გაეროში ელჩის თანამდებობა, წინა ადმინისტრაციის დროს ეს კაბინეტის დონის მინისტრთა კაბინეტის დონის თანამდებობა იყო, ანუ დაქვეითება შესაძლოა არც იყოს, განსაკუთრებით გამომდინარე იქიდან, რომ ახლა უკვე სენატის თანხმობა სჭირდება, უოლც აქამდე არ სჭირდებოდა. თანამდებობაზე განიხილება რამდენიმე მედიაში, რა თქმა უნდა, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რაც ყოველთვის არ არის ხოლმე ბოლომდე დადასტურებული, არის საუბარი როგორც უიტკოფზე, ასევე თავად მარკო რუბიოზე, რომელიც ახლა ორმაგ როლს ითამაშებს, როგორც სახელმწიფო მდივნის, ასევე ეროვნული უშიშროების მრჩევლის. არის საუბარი ასევე სებასტიან გორკაზე, რომელიც ტრამპის წინა ადმინისტრაციაშიც ძალიან აქტიურ როლს თამაშობდა და კიდევ რამდენიმე სხვა ადამიანზე. ვიტკოფთან დაკავშირებით დიდი ხანია უკვე მედიაში არის სპეკულაცია, რომ შესაძლოა ის მომდევნო მრჩეველი ყოფილიყო ტრამპის, მაგრამ ვიტკოფმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით წარსულში, რომ მას არ აინტერესებს რაიმე ოფიციალური ესეთი თეთრ სახლში თანამდებობა. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ შეიცვალა თუ არა მან ეს აზრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩანაწერი არსებობს იმის შესახებ, რომ მას ეს თანამდებობა. მე სანამ დაგემშვიდობებით, ბოლოს მაინც მინდა რომ თუ რამდენადაც შეიძლება ლაკონურად, იმიტომ რომ გვაქვს ცოტა დრო, ბოლო ვიზიტი, ამ ლევან დავითაშვილის ვიზიტზეც მინდა აუცილებლად კითხოთ, რომელმაც პროპაგანდამ მონათლა, როგორც არ ვიცი, რაღაცა ლეგიტიმაციის მინიჭების ზღვარზე ყოველ შემთხვევაში ხედავს უკვე, პროცესის დასაწყისად მიიჩნევს ყოველ შემთხვევაში, რა კონტრაარგუმენტები შეიძლება იყოს ამის წინააღმდეგ, არის თუ არა მნიშვნელოვანი, რაზე ისაუბრეს უფრო მეტად ამ შეხვედრაზე, ვიდრე ის, რომ ზოგადად ეს შეხვედრა შედგა. სავარაუდოდ შეხვედრები მე ვფიქრობ შედგება და გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს შორის. ეს ალბათ არ არის გამოსარიცხი, პირიქით მოსალოდნელია, რომ ეს შეხვედრები იქნება. ამის დასტური ისიც იყო, რომ მაგალითად შეერთებული შტატების ელჩი შეხვდა მაკა ბოჭორიშვილს, ხო, ეს არ არის რაღაცა ისეთი წარმოუდგენელი ამბავი. თუმცა რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრებზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. მე არ ვიცი დეტალები, რაზე იყო საუბარი ამ ბოლო ვიზიტის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მინიშნებული იყო ის, რომ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის ის, რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ანუ სავარაუდოდ საუბრის თემები არის ის, რაც აქამდე საჯაროდ ვიცით შეერთებული შტატებისგან, რომ საქართველოს უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს. კი ბატონო, მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის. ია მეურმიშვილს